დღეს ვისაუბრებ ქართველ ფეხბურთელზე, რომელმაც ითამაშა 8 წელი პროფესიონალური ფეხბურთი, შემდეგ შეცვალა სპორტი, აირჩია გრეპლინგი და აი გრეპლინგში შეჭამა სუყელანი, გახდა მსოფლიოში საუკეთესო, მსოფლიო მოიგო, მერე მოინდომა MMA-ში მონაწილეობის მიღება, ერთ-ერთ პრომოუშენში გახდა ჩემპიონი და ესე მოხდა UFC-ში. დღესდღეობით ეს ადამიანი ელოდება სარევანშო ბრძოლას მარტში UFC-ში, ასე რომ ყველა მას ვქომაგობთ და მას ქვია რომან დოლიძე. დღეს ვისაუბრებთ რომან დოლიძეზე, ვნახოთ სუყელა მისი MMA-ის ჩხუბები და დავიწყოთ მისი ბავშვობიდან. 1988 წელს 15 ივლისს ქალაქ ბათუმში დაიბადა რომან დოლიძე. მამამისი არის ინჟინერი ნოდარ დოლიძე, დედა კი ექიმი-თერაპევტი მარინა ჩემია. მშობლებმა ბავშვობიდანვე აღზარდეს თავისი შვილი წესიერ და სძილობიან კაცად. ისინი დიდ ყურადღებას აქცევდნენ განათლებას და შესაბამისად იმის გარდა რომ რომანი სწავლობდა სასულიერო სემინარიაში, ის სხვადასხვა საგნებში ემზადებოდა რეპეტიტორებთან. ამ მომენტისათვის რომანი ფლობს სრულყოფილად 5 ენას: ქართულს, ინგლისურს, თურქულს, უკრაინულს და რუსულს. რომანს ძალიან ფილოსოფიური მიდგომა აქვს ცხოვრების მიმართ. ის ძალიან კარგად თამაშობს ჭადრაკს, ერთადერთი პერიოდი, როცა ის ჭადრაკს ანებებს თავს, ეს არის წონისკლების პერიოდი. ამ დროს ორგანიზმი ისეთ სტრესს განიცდის, რომ ძნელია იფიქრო რაიმე გარე ფაქტორზე. დოლიძე ბავშვობიდანვე იყო შეყვარებული ბუნებაზე და დღემდე თავისუფალ დროს ატარებს სადმე ტყეში ან მთებში. რა თქმა უნდა, აჭარის და გურიის მთები და ბუნება მისი საყვარელი ადგილებია. აქ როცა არის, აიკიდებს ხოლმე თოფს ხარზე და წავიდა სასიარულოდ 10 კილომეტრზე. რომანი ბავშვობიდანვე წესიერი და დამჯერი ბავშვი იყო, რომელიც ვერ იტანდა უსამართლობას და ბილსიტყვაობას. სანამ ამ გადაცემას გავაკეთებდი, გადავხედე მის ძალიან ბევრ ინტერვიუს და მართლაც ის არასდროს ბილსიტყვავს. კონფლიქტის დროსაც კი, მაქსიმუმ შეიძლება ვიღაცას თავი გაუნაყოს. ერთხელ რომანს ესეთი ისტორია მოუვიდა, თვითონ უკვე უკრაინაში გზაზე მოდიოდა და ესეთი გზის პირას ბუდკები რო არის, იქ ვიღაცა რეკეტირები აყაჩაღებდნენ თუ ფულს ზალავდნენ და მთლიანი გზა გადაკეტეს ამ მანქანის და ხალხი უსიგნალებდა რომ გაგვატარეთ რაღაცა და ეს ტიპები სამნი იყვნენ და გადავიდნენ რავი სუყელას დედა აგინეს და მაგ დროს დოლიძე დგას და გადმოვიდა მანქანიდან და მივიდა წესიერად, ეს ხო საერთოდ არასდროს არ იგინება რეალურად და მივიდა და თხოვა რა ბიჭებო, თუ შეიძლებაო გამატარეთო რა მეჩქარებაო, გადახედეს ესე თურმე ქართველები იყვნენ, ქართულად შეაგინეს და აი ეს არ უნდა გაეკეთებინან. მოკლედ რომან დოლიძემ მოასწრო, ორი ტიპი ეგრევე გათიშა, მესამე ტიპი გაიქცა მანქანაში რაღაცა დრინი დუბინკა თუ რაღაცა გადმოიტანა, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო მაგათთვის და ეგ ტიპი ყველაზე მაგრად სცემა რა. ჩემი აზრით ამ ბიჭებმა საერთოდ მე მგონი პროფესიას შეცვალეს. ბავშვობიდანვე რომანი ძალიან აქტიური ბავშვი იყო, ძალიან ისეთი ხარტი იყო და ჩემზე 1 წლით პატარა არის და მაგ დროს უყველა უყურებდით ხოლმე ვიდეო კასეტებს ერთმანეთს თხოვნით, დავრბოდით ამ ვიდეოებზე, ბრუს ლის, ჩაკ ნორისის, ჯეკი ჩანის, ვან დამის ფილმები და ზუსტად ესე მოტივირებული რომან დოლიძემ თავისი პირველი სპორტი აირჩია, ეს იყო კარატე. ივარჯიშა კარატეზე და კარატე როგორც ყოველთვის უმეტესი ბავშვები ანებებენ მერე შემდეგ მომავალში. მერე 10-11 წლის ასაკიდან დაიწყო უკვე ვარჯიში ფეხბურთზე და სხვათა შორის ძალიან მაგრად უბერავდა ფეხბურთს და ბოლოს ისე კარგად თამაშობდა რომ მოხვდა 16-15 წლის ასაკში თურქეთში პირველ ლიგაში თამაშობდა, სადაც უკვე ამ წლოვანების ბავშვს $5,000 ჰქონდა, თან მაშინ ისეთი პერიოდი იყო საქართველოში, ცოტა გვიჭირდა სუყელას და $5,000 უკვე მაგარი ფული იყო და აი ესე ბავშვობიდანვე დოლიძე უკვე დამოუკიდებელი ტიპი გახდა. 2008 წელს თვითნებურად ასრულებს ფეხბურთელის კარიერას და ჩადის უკრაინაში, სადაც აბარებს ოდესის საზღვაო ნაციონალურ უნივერსიტეტში მენეჯმენტის და ეკონომიკის ფაკულტეტზე. სხვათა შორის მან უნივერსიტეტი წარმატებულად დაასრულა და მიღებული განათლება საკმაოდ კარგად გამოიყენა მომავალში ბიზნესში. უნივერსიტეტში სწავლის დროს დოლიძეს ყოველთვის უყვარდა ხოლმე აი ჩხუბების პრაიდის ყურება UFC-ში, მაშინ არც იცოდა რომ პრაიდი საერთოდ უკვე დაშლილი იყო და აღარ ფუნქციონირებდა, მაგრამ უყურებდა ისეთ მებრძოლებს როგორებიც არიან მირკო კროკოპი, ვანდერლეი სილვა, ფეოდორ ემელიანენკო უყვარდა ყველაზე მაგრად და თან ისეთ სანახაობრივი ჩხუბი იყო, ეხლა რო შევადაროთ UFC-სთან, იქ ბევრად სისხლიანი შოუ იყო, იმიტომ რომ დოპინგ კონტროლი ძალიან ლაითად იყო იქ და ძალიან ბევრი ისეთი დარტყმა იყო დაშვებული, რომელსაც UFC-ში საერთოდ არ აკეთებენ, იქ მუხლი დაგდებულზე, რა ვიცი, შეიძლება დოპინგთან წეცევად ისეთ დღეში იყვნენ, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით და მოკლედ გაიგო, რომ ფეოდორ ემელიანენკო იყო სამბისტი და პირველი რას გააკეთა და წავიდა და დაიწყო სამბოს წრეს ძებნა. იპოვა მოკლედ ეს სამბოს წრე, დაიწყო ვარჯიში. რასაც ელოდებოდა ის არ იყო სამბომ, მას ეგონა რომ ზუსტად ფედორ ემელიანენკოსავით დაიწყებდა ჩხუბს, მაგრამ მაინც ვარჯიშობდა იქ რაღაცა მტკივნეულ ილეთებზე, საბმიშენებზე, რაღაცებზე,
მან გაიცნო ერთი ბიჭი, რომელიც დღემდე მის გვერდში არის და ის ბიჭი იყო ჯიუ-ჯიტსუს ვარჯიშობდა. ეს სამბოს უბერავდა და ერთი დღე მოკლედ ჯიუ-ჯიტსუსაც ვარჯიშობდა, ერთი დღე გაიგო რომ უკრაინაში რაღაცა ტურნირი ტარდებოდა ძიუდოში, საერთოდ სხვა სპორტი არის, იქ კიმონო არის, სადაც ხელი უნდა მოკიდო და მთელი ამბები და არ ქონდა მაგას კიმონო და ითხოვა თავის მეგობრებთან კიმონო და წავიდა რაღაც რეგიონალური ტურნირი ტარდებოდა ძიუდოში და წარმოიდგინეთ პირველივე გასვლაზე ეს რეგიონალური ტურნირი მოიგო. მოიგო ძირითადად საბმიშენებით, ტკივნეული ილეთებით და მახრჩობელებით, სადაც ისწავლა ჯიუ-ჯიტსუ და გრეპლინგი და ეს სამბო, მაგრამ ტიპმა აიღო და სახე აძლო პირველივე გასვლაზე შეჯიბწა. ამ ტურნირის მერე რომანი დაინტერესდება გრეპლინგით და 6 თვიანი მზადების შემდეგ ის გადის უკრაინის ჩემპიონატზე გრეპლინგში და იკავებს პირველ ადგილს. სხვათა შორის ქართველი ამის მერე კიდევ 4-ჯერ მოიგებს უკრაინის ჩემპიონატს გრეპლინგში. 2014 წელს დოლიძე ჩადის რუმინეთში ევროპის ჩემპიონატზე და იგებს ამ ტურნირს. შემდეგი მიზანი მან რა თქმა უნდა დაისახა მსოფლიო და 2015 წელს ის უკვე მსოფლიო ჩემპიონია. 2016 წელს რომანი აგრძელებს გრეპლინგს და ერთ წელიწადში იგებს აზიის ჩემპიონატს და ამერიკის პირველობაზე ხდება ჩემპიონი. წარმოიდგინეთ რა დონის ნიჭიერი კაცია, 3 წელიწადში ის უკვე უკონკურენტოა და გრეპლინგის მთავარი ვარსკვლავია. ამის იქეთ გრეპლინგში მეტი აღარაფერია. 2016 წელს უკრაინაში დოლიძე საკუთარ დარბაზს ხსნის გრეპლინგში და ჯიუ-ჯიტსუს მიმართულებით ერდი სპორტი. ის ხდება უკრაინის დამსახურებული მწვრთნელი, მან უამრავი სპორტსმენს დაუდგა გვერდში. მისმა ბევრმა მოსწავლემ ასახელა დარბაზი და გახდა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ რომანი დარბაზიდან შემოსული თანხის დიდ ნაწილს გველმოქმედებაში ხარჯავდა, ეხმარებოდა ბავშვთა სახლებს და უსახლკაროებს. მოკლედ ამ გრეპლინგის მერე დოლიძე მოიწვია ადგილობრივ პრომოუშენში და დღეს მინდა გადავხედო ყველა იმ ბრძოლებს, რომელიც ჩაატარა დოლიძემ MMA-ში, სადაც ამ პრომოუშენში მოიპოვა ქამარი და მოასწრო ამ ქამრის დაცვაც. ქართველის პირველი ოპონენტი იყო ალექსანდრე კოუბელი 93 კილოგრამ კატეგორიაში. ეს ბრძოლა 46 წამში დასრულდა. რომანიმ პირველივე წამზე ჩაარჭო თავისი ოპონენტი თავით ძირს და გაუჭიმა თავისი საფირმო მტკივნეული ილეთი ფეხზე. ეს იყო დოლიძის პირველი გამარჯვება MMA-ში, რომელსაც ის თვითონ არ აღიარებს, რადგან როგორც ქართველი იძახის, ეს ძალიან მარტივი იყო, გაუფლიანებაც კი ვერ მოასწრო. დოლიძე მეგრევე მიიქცია ყველას ყურადღება და მიიღო შემოთავაზება საერთაშორისო პრომოუშენიდან. მან სიხარულით მოაწერა WWFC-ის კონტრაქტს ხელი და 2017 წელს გამართავს თავის მეორე შერკინებას MMA-ში. ქართული სიმღერის თანხლებით რომან დოლიძემ შეადგა ფეხი ოქტაგონში, სადაც მას ფრანგი რემი დელკამპი ელოდებოდა. ამ შერკინებაშიც ქართველმა ვერ მოასწრო გაოფლიანება. ჯერ კაი ორიანი დარტყმა გაუჯინა ფრანგს სახეში და შემდეგ თავისი საფირმო მტკივნეული ილეთით შეუცვალა ფეხის ტერფის ზომა. ზუსტად 56 წამი და სჭირდა რომას ეს ბრძოლა რომ მოეგო. მოკლედ ეს მტკივნეული ილეთი ფეხზე, ფეხის ტერფზე დოლიძეს ძალიან მაგრად გამოსდიოდა და სამომავლოდ ჯონ ჯონსი თვითონ პირადად დაპატიჟებს მას იმისთვის რომ მასტერკლასი ჩაუტაროს, მაგრამ ამაზე ცოტათი მოგვიანებით უყურეთ ვიდეოს. შემდეგი ბრძოლა რომანიმ ყირგიზენ აბდულაევს მოუგო. მან თავისი ოპონენტი წუთში და 20 წამში დაახრჩო. სამწუხაროდ ეს ვიდეო ვერ მოვიძიე. ამავე 2017 წელს ქართველი ყაზახელ ამარალი ჯორევს ხვდება, რომელსაც პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით აფინიშებს, საწყალ ყაზახელმა ხელის მოქნევაც კი ვერ მოასწრო. რომან დოლიძემ კი თავისი მეოთხე ზედიზედ გამარჯვება მოიპოვა. წელს რომან დოლიძე მართავს სატიტულო შერკინებას ბრაზილიელ მებრძოლთან ედერ დე სოუზასთან. დე სოუზა პირველი იყო ქართველის კარიერაში, რომელმაც მას 2 რაუნდი გაუძლო. სამაგიეროდ ის ბრძოლის მერე ტვინის შერყევით ავადმყოფოში მოხვდება. პირველ რაუნდში მებრძოლებმა კლინჩი გაატარეს უმეტესად, სადაც დოლიძე დომინირებდა. მეორე რაუნდში ეთყობა ბრაზილიელს ხილვა ჰქონდა შესვენებაზე თუ როგორ დამთავრდებოდა ეს ბრძოლა და აღარ შედიოდა ცვლაში. რომანი პრაქტიკულად ეხვეწებოდა და ანიშნებდა, რომ მას რაღაცა მაინც გაეკეთებინა. ბოლოს ქართველს ყეში ამოვიდა, თვითონ შევიდა ცვლაში და უძლიერესი ოვერჰენდით ჩააქრო ბრაზილიელი. დე სოუზა უგონოდ წაიყვანეს ოქტაგონიდან პირდაპირ ავადმყოფოში. რომან დოლიძემ კი მოიპოვა ტიტული, მეხუთე გამარჯვება თავის კარიერაში და რაც თავარია 5 გამარჯვება ფინიშით დაასრულა.
ამავე წელს ქართველი იდგა ოქტაგონში თავისი ტიტულის დასაცავად პოლონელ მებრძოლის წინააღმდეგ. ეს შერკინება 3 რაუნდი გაგრძელდა, პირველი რაუნდი მთლიანად დგომში წარიმართა, სადაც ქართველი დომინირებდა და ბევრად ძლიერ და დამაზიანებელ დარტყმებს ურტყავდა ოპონენტს. ბრძოლის მეორე მონაკვეთში დოლიძე კიდევ უფრო უკეთესი იყო და ეს რაუნდიც ქართველის სასარგებლოდ დასრულდა. მესამე რაუნდში რომანიმ გადატენა თავისი ხელი და უძლიერესი ბექფისტით გაუშვა თავისი ოპონენტი ნოკდაუნში და მერე დაგდებული პოლონელი დააფინიშა. ეს იყო რიგით მეექვსე გამარჯვება და ტიტულის დაცვა. ამ გამარჯვების მერე ძალიან ბევრი ორგანიზაცია დაინტერესდა დოლიძით, ესეთი მაგარი მებრძოლი, რა თქმა უნდა, კონტრაქტებმა მოაყარეს. თვითონაც იფიქრა, ეხლა უფრო მაღალი კვალიფიკაცია რო აეწია რა, ბრძოლა უფრო კარგად რო ესწავლა, უნდა წასულიყო, რა თქმა უნდა, ამერიკაში და პირველი მისი მიზანი იყო ჩასულიყო AKA-ის დარბაში ხავიერ მენდესთან და უკვე ამ ამბავში არის და ზუსტად ერთი ვიდეო ზარი, უფრო სწორედ ერთი ვიდეო გზავნილი ჯონ ჯონსისგან გადაწყვიტა მისი სამომავლო კარიერა სალუნა ევარჯიშა. Hey Roman, what's up? This is John Jones. Misha told me that you're interested in training here at Jackson's MMA, and man, I'd be truly honored to have you. So I hope that you take up Misha with this offer, and I'll be seeing you soon. God bless you, buddy. დიახ, თვით ჯონ ჯონსმა დაპატიჟა ჯექსონ ვინგში სავარჯიშოთ და რომან დოლიძე გახდა ჯონსის მთავარი სპარინგ პარტნიორი. მოკლედ, სულ ერთად ვარჯიშობდნენ, ეს უტარებდა მასტერ კლასებს, თვითონ ჯონსაც უტარებდა მასტერ კლასებს განსაკუთრებულად იმილეთით ფეხზე, ფეხის ტერბზე და ზოგადად თვითონ მაგ დარბაშივე ატარებდა ხოლმე რაღაცა სემინარიებს და სხვებსაც ეხმარებოდა. რა თქმა უნდა, ბევრ რაღაცას ასწავლიდა გრეპლინგში, იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონი იყო, ძალიან მაგარი მებრძოლია ახლა ბოლო დოლიძე და თვითონაც როგორც თვითონ ამბობს, უფრო მეც თვითონ სწავლობდა ჯონსისგან და ესე უკვე ესეთ მაგარ ხოძე 2019 წელს მოსდის ქართველს მოწვევა UFC-სგან. რა თქმა უნდა, ხა უარს არ იტყოდა და მოაწერა ხელი კონტრაქტს, მაგრამ იქ რაღაცა შემოწმება იყო და შემოწმებაზე დოპინგზე ჩავარდა. მაგრამ დოპინგზე ჩავარდა რის გამო? თურმე რომან დოლიძე წლები არის შემჯდარი არის ცხვირის წვეთებზე, სხვათა შორის მეც ცხვირის წვეთებზე ვარ შემჯდარი 12 წელია. ჩემ თავზე ვიცი რომ აი მაგის გარეშე ჩათვალეს დაძინება ხო საერთოდ არ არსებობს და ვარჯიში ხო აი ძალიან ძნელია. წარმოიდგინე ცხვირიდან საერთოდ ვერ სუნქავ. და ამ წვეთებში ყოფილა თურმე რაღაცა ისეთი პრეპარატები, რომლებიც დოპინგ კონტროლში შედიოდა და ეს არ იცოდა. მან და მოკლედ 4 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს 2019 წელს. მან რა თქმა უნდა გაასაჩურა ეს დისკვალიფიკაცია, შეიტანა მთელი საბუთები შეაგროვა, აჩვენა რა ნივთიერებებია, აჩვენა რომ გაიმორიტის გულისთვის ჰქონდა ეს პრობლემები და მოკლედ UFC-მ თქვა, კი ბატონო, მაშინო 1 წელი დაისვენეო და 2020 წელს დოლიძე შედის UFC-ში თავისი დებიუტით. დოლიძის დებიუტი UFC-ში შედგა რუსეთის წარმომადგენელთან ჰადის იბრაგიმოვთან. ქართველი მას პარტერში ეპატიჟებოდა, მაგრამ რადონის შერეკილი უნდა იყო, რომ ეჭიდაო მსოფლიო ჩემპიონს გრეპლინგში. ამიტომ რომანი ადგა და ჯერ მუხლით გაუთიშა მეტოქეს ორიენტირი და მერე ბრუტალურად დაანოკაუტა წაკუზული რუსი. ქართველმა თავისი დებიუტი UFC-ში პირველივე რაუნდში მოიგო ფინიშით. ამავე წელს ქართველი ხვდება ბრაზილიელ ჯონ ალენს, სადაც სამივე რაუნდი დომინირებს და მსაჯების გადაწყვეტილებით იგებს თავის მეორე შეჯახებას UFC-ში. 2021 წელს რომან დოლიძე ითვალისწინებს გიგა ჭიკაძის რჩევას და გადადის უფრო დაბალ წონაში, სადაც 84 კილოგრამ კატეგორიაში ხვდება გამოცდილ მებრძოლს ამერიკელ ტრევინ გილენს, რომელიც UFC-ში იბრძოდა 4 გამარჯვებით და 2 მარცხით. დოლიძემ ეს ბრძოლა წააგო, ოღონდ ის ამ ბრძოლას არ აღიარებს. ეხლა ეკრანზე ხედავთ ამ ბრძოლის აქტიურ მომენტებს და მინდა დაწეროთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამის შესახებ. ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ ეს წონის კლება რომანისთვის პირველი იყო და გამოუცდელობის გამო ის ნამეტანი გაუძლურებული იყო. მერე ინტერვიუში ქართველი იტყვის, რომ ასეთი მძიმე წონის კლების შემდეგ მას მხედველობაც კი უჭირდა. 2021 წელს კი ქართველი ამ მარცხის მერე ხვდება სტაროპოლის. ეს განსაკუთრებული ისეთი ჩხუბი არაფერი არ იყო, რა თქმა უნდა დოლიძემ მოიგო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მაგრამ ძირითადად ეს იყო გრეპლინგი, ჭიდაობა და მთელი ბრძოლა ესე ჭიდაობაში წარიმართა. და აი 2022 წელს უკვე დოლიძემ გადატენა თავისი იარაღი და შევარდა ოქტაგონში.
ქართველმა პირველივე წუთზე დაასრულა ეს ბრძოლა ნოკაუტით კაელ დაკასთან. ბრძოლის დასაწყისშივე ჩანდა, რომ რომანი ძალიან დატენილი გავიდა ოქტაგონზე. მან ჯერ ამერიკელს უძლიერესი მუხლი უთავაზა სახეში და მერე დაგდებული დარტყმებით დააფინიშა. ამავე წელს ოქტაგონში რომან დოლიძე ხვდება ფილ ჰავეს, ძალიან ძლიერ და საშის მეტოქეს. პირველივე წუთზე რომანი ზურგზე აღმოჩნდა, საიდანაც დაცხრილა თავისი ოპონენტი იდაყვებით. მერე თავისი საფირმო მტკივნეული ილეთი გაუჭიმა ფეხზე, ოპონენტი ყვიროდა ტკივილისგან და რომანმა თავი დაანება. მას ეგონა, რომ ბრძოლა დასრულდა, მაგრამ საჭმა არ გააჩერა შეხვედრა და ქართველმა უმაგრესი კომბინაციით პირველივე რაუნდში გაუშვა ამერიკელი პირდაპირ ეკიმებთან ვიზიტს. თქვენ ნახეთ როგორ დასრულდა ეს ბრძოლა. დოლიძეს ეგონა, რომ ის უკვე დაფინიშებულია, თავი დაანება მას, მაგრამ აი ზოგადად არ ხდება რა ეს. ერთხელ მქონდა ვიდეო დადებული, ერთი ძალიან მაგარი სტრაიკერი ყავს ქართველი, ნიკა ჯაკონია, იქ ჩხუბის დროს GFC-ში გაარტყა ტიპს და ის უკვე რო წაიქცა ზემოდან დასხო და მერე მსაჯმა გააჩერა და იქ კომენტარებში წავიდა, არ შეიძლება დაგდებულზე რას ლაპარაკობ, დაგდებულზე უნდა ურთხა შენს ოპონენტს და სახე უნდა ააძრო, იმიტომ რომ აი ხა დოლიძეს შემთხვევაში ოპონენტს ეგონა, რომ ფეხი მოაგლიჯა და მოტეხა და რეალურად ხმაც კი გაიგო, როგორც დოლიძე ამბობს, რომ აი ხმა გავიგეო ფეხის მოტეხვისო და თავი დაანება და ამის მერე ამ ბიჭმა კიდე გაუტარა მაგარი და ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ აი ტიპს გონია, რომ გათიშულია, მაგრამ დგება და სახეს აძრობს და მოჩხუბარი რო ხარ, აი ძალიან სისხლიანი უნდა იყო თუ გინდა მოგება. იგივე შემთხვევა, თითქმის იგივე შემთხვევა, რაუნდი რო არ დასრულდა და მერაბ დვალიშვილს ომალიმ რო უკნიდან შემოარტყა. წარმოიდგინეთ, რაუნდი არ არის დასრულებული და მაგ დროისათვის ომალის რო კარგად შემოერტყა დვალიშვილისთვის, ჩათვალე დვალიშვილი დღესდღეობით ჩემპიონი ვერ გახდებოდა. ის იმ მომენტში დვალიშვილმა იფიქრა, ყველაფერი წყნარად არის, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ აი ესეთი ერთი მომენტია და ყველაფერი სრულდება. ამიტომ ძალიან სისხლიანი უნდა იყო და მე ვერ ვიგებ ადამიანების, ვინც ამბობს, რომ ესეთი რაღაცა არ შეიძლება. რა არ შეიძლება, ეს თუ გადარჩა, შეიძლება ადგეს და შენ აგაძროს მერე სახე. ამავე წელს დეკემბერში დოლიძე ხვდება ჯეკ ჰერმენსონს. ჰერმენსონი 2016 წლიდან ბრძოლობდა UFC-ში, მან ორგანიზაციაში 16 ბრძოლა ჩაატარა და აქედან 11 მოიგო. ძალიან საშიში და გამოცდილი მეტოქე იყო. პირველი რაუნდი მებრძოლებმა დაზვერვით დაიწყეს და აი მეორე რაუნდში დოლიძემ ლამაზად გაკოჭა თავისი ოპონენტი, ზურგიდან ეფექტურად ფეხი დაუბლოკა ჰერმენსონს. ის რომ ის ვერ ინძრეოდა და დაუშვა კეფაში თავის ფეთქებადი მუშტები. რომან დოლიძემ ეს ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. და 2023 წელს რომანი ხვდება მარვინ ვეტორს, ზუსტად იმ მარვინ ვეტორს, რომელსაც ეხლა უნდა ეჩხუბოს მარტში. მე რომ მკითხო ეს ბრძოლა, წინასწარ გეტყვით, რომ რომანიმ წააგო ეს ბრძოლა მასთან, მაგრამ მე რომ მკითხო ეს ბრძოლა რომანიმ აი როგორც ესეთი კაცური ჩხუბი მოიგო, იმიტომ რომ ბევრად დამაზიანებელ დარტყმებს ურტყავდა, მაგრამ მარვინმა იტალიელმა უფრო ქულებით აიღო ეს ყველაფერი და აი ოფიციალურად ქულებში უფრო მაგარი იყო და მე დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ თუ გაქვთ ნანახი ეს ბრძოლა. ვეტორი სერიოზული მებრძოლია პროფესიონალურ MMA-ში, მას 27 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 19 გამარჯვება მოიპოვა, აქვს 7 მარცხი და 1 ფრე. ის არასოდეს ყოფილა ნოკაუტში და ერთხელ სატიტულო ბრძოლაც ჩაატარა ისრაელ ადესანიასთან. ადესანიას მარვინი თავის კარიერაში ორჯერ შეხვდა, მართალია ორჯერვე წააგო, მაგრამ წააგო მსაჯების გადაწყვეტილებით. ასევე მსაჯების გადაწყვეტილებით რობერტ ვეტიკერთან აქვს წაგება, მოკლედ მებრძოლი ტოპებთან აქვს ნაბრძოლი და ვერც ერთმა ვერ გათიშა. პირველ რაუნდში სპორტსმენებმა რამოდენიმეჯერ კარგ დარტყმების გაცვლაში შევიდნენ ერთმანეთთან. ვეტორმა რამოდენიმეჯერ კარგად გაისროლა მიზანში, დოლიძე კი თითქოს უფრო დამაზიანებლად და ძლიერად ისროდა. რამოდენიმე ძლიერი ოვერჰენდიც მიიტანა მიზნამდე. ერთ მომენტში თავითაც დაეჯახა შემთხვევით. ეს რაუნდი, როგორც დანარჩენი ორი რაუნდი, მებრძოლებმა დგომში გაატარეს. პირადად ჩემთვის დოლიძე უფრო ეფექტური იყო, მაგრამ ვეტორი პატარა დარტყმებით თითქოს უმნიშვნელო სულ ქულებს აგროვებდა. მეორე რაუნდი დიდად არ განსხვავდებოდა პირველისგან. მებრძოლებმა თანაბარი ჩხუბი შემოგთავაზეს, ერთადერთი მე პირადად მიკვირდა რატო არ ჭიდაობდა რომანი. ჩემი აზრით უნდა გადაეყვანა ვეტორი მიწაზე, რომ პარტერში კონტროლი მაინც ჩათვლოდა. ამ რაუნდში კი ერთხელ ეცადა დოლიძემ თეიქდაუნის გაკეთება, მაგრამ უშედეგოდ. ეს რაუნდიც ესე თანაბრად დასრულდა.
ბრძოლის მესამე მონაკვეთი ანალოგიურად წარიმართა, დოლიძე უფრო ეფექტურად ურტყავდა მეტოქეს, ვეტორი კი უძლებდა და ქულებს აგროვებდა ქიქებით და ჯებებით. ვიდეოში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტებია და შეგიძლიათ თქვენ თვითონ შეაფასოთ ეს ბრძოლა. Ვაი თქვენ თვითონ ნახეთ ამ ბრძოლიდან კადრები და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ და დაწერეთ კომენტარებში ვინ მოიგო. მე წეგანაც როგორც თქვი, უფრო დამაზიანებელი იყო რომანი დოლიძე, მაგრამ ეს იტალიელი მებრძოლი არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ცხოვრებაში არასდროს არ გათიშულა. ძალიან მაგარ ტოპებთან აქვს ნაჩხუბი, ვიტიკერთან აქვს ნაჩხუბი, ადესანიასთან ორჯერ იჩხუბა. რა თქმა უნდა, მან წააგო ორივე მებრძოლთან, მაგრამ წააგო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით და არ ყოფილა რომ ვიღაცამ გათიშადა. მაგიტომ მე ვფიქრობ, აი როგორც რიგითი მოყვარული ამ სპორტის არანაირი პროფესიონალი და ასე შემდეგ, ვფიქრობ რომ რომანის რო დაემატებინა, ქონდა მაგას ცდილობები ორჯერ სამჯერ ტეიქდაუნის, ხო, ამ იტალიელთან, მაგრამ არ გამოვიდა და მე შეეშვა და მე დადგა და აი დაუშვა და დიდი ალბათობით ელოდებოდა რომ მოკლავდა მაგას და გათიშავდა, მაგრამ ჩემი აზრით რომანიმ რო დაამატოს მან ცოტათი მაინც თავისი გრეპლინგი, თავისი მსოფლიო დონის გრეპლინგი, რომანი აუცილებლად მოიგებს ამ ბრძოლას. ეს არის ჩემი პროგნოზი. თუ ეხლა დადგა იმასავით, რა ქვია, სტოპასავით და დაუშვა ტიპს, რომელიც საერთოდ არ ითიშება, მან უკვე არ ვიცი როგორ მოხდება, მაგრამ თუ დაამატა ცოტათი მაინც გრეპლინგი, ვეტორს სახეს ააძრობს რომანი უეჭველი, მაგაში დარწმუნებული ვარ. ამ ბრძოლის მერე რომანი ნასრუდინ იმანოვს ხდება, ნასრუდინ თუ ნასრადინ, მე ნასრადინი მგონია. მოკლედ დაღესტნელი მაგარი მებრძოლი, რომელიც საფრანგეთის სახელით გამოდის. ამ ბრძოლაში ვიტყვით რომ კი რომანიმ ქულებით წააგო, არანაირი ნოკაუტი არაფერი, საჯების გადაწყვეტილებით მან ეს ბრძოლა წააგო და ნუ ნასრუდინმა მაგის მერე ორი ბრძოლა მოიგო და ეხა 1 თებერვალს ხვდება თვითონ ადესანიას. დაწერეთ კომენტარებში სხვათა შორის როგორ ფიქრობთ, ადესანია მოუგებს მას თუ არ მოუგებს, მე რო ძალიან მოკლედ თქვა, ჩემი აზრით ადესანია იმანოვს ჩვეულებრივად მოუგებს. გახსოვთ ფილჰავესი რომანმა რო მაგრად ბრუტალურად დალეწა და გათიშა ეს ყვითელთავიანი აფროამერიკელი. აი აქ ტიპმა უკვე იმანოვთან მოიგო, წარმოიდგინეთ 2021 წელს, ამიტომ ვფიქრობ რომ დოლიძემ თავის შეცდომებზე რო იმუშაოს, იმანოვი მაგისთვის აი არაფერი აღარ იქნება. რომან დოლიძემ ამ ორი მარცხის შემდეგ იცვლის წონით კატეგორიას და ამავე წელს ზაფხულში 93 კილოგრამ კატეგორიაში ხვდება ენტონი სმითს. ეს სამრაუნდიანი ბრძოლა იყო. მაძღარ რომანიმ თავის ოპონენტს წაუცეკვა კიდეც ოქტაგონზე და ეს შეხვედრა დიდი უპირატესობით მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით რომანი მოიგო. ამავე წელს ოქტომბერში რომან დოლიძე უბრუნდება თავის წონით კატეგორიას 84 კილოგრამს და ხვდება კევინ ჰოლანდს. კევინს პროფესიონალებში 26 მოგება აქვს და 13 მარცხი. აი უკვე ამ ბრძოლაში თითქოს სხვა რომანი ბრძოლობდა, რომელიც იყო შეუჩერებელი. მან შუა რაუნდში გადაიყვანა თავისი ოპონენტი ძირს და რაუნდის ბოლომ დაანგრევდა მას. ამასობაში დოლიძემ ჰოლანდს ნეკნი მოტეხა. მეტოქე ყვიროდა სიმწრისგან, მაგრამ არ ნებდებოდა. ქართველი კი მას აჩაქუჩებდა და აჩაქუჩებდა. ჰოლანდი მეორე რაუნდში ვეღარ გავიდა და ის პირდაპირ საოპერაციო საავადმყოფოში გააქანეს. და აი ეს იყო რომან დოლიძე. ზუსტად აი ესეთი რომან დოლიძე გჭირდება 15 მარტს ვეტორის წინააღმდეგ. მოკლედ გულშემატკივრობთ რომანს, დიდი წარმატება მინდა უსურვო მას და ვფიქრობ რომ ცოტათი მაინც გრეპლინგი და თავისი ჭიდაობა რო დაამატოს, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვეს. მე ვფიქრობ რომ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვეს, იმიტომ რომ დააკონტროლებს, მაგრამ ამასობაში თუ ფეხი ჩაუვარდა იმ თავის საყვარელ პოზაში, შეიძლება ის ფეხის ტერფი ამოაძროს იტალიას. წარმოიდგინეთ და ჩემი აზრით ან მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგებს, ან საბმიშენით მოიგებს რომან დოლიძე ამ ბრძოლას. მოკლედ ეს ძალიან მაგარი 2025 წელი გველოდება. ეხა რომან დოლიძეს კიდე ველოდებით ალექსანდრე თოფურიას, რომელზეც ვიდეო გავაკეთე და შეგიძლიათ ნახოთ. ალექსანდრე თოფურიას თებერვალში იჩხუბებს. აპრილში ველოდებით გიგა ჭიკაძეს, უსურვებთ მას წარმატებას. ასევე ველოდებით, რა თქმა უნდა, ილია თოფურიას ვოლკანოვსკის წინააღმდეგ. მოკლედ მაგაზე ცალკე რამეს ჩავწერ და ვივარაუდებ როგორ დამთავრდება, მაგრამ ვოლკანოვსკის და ილიას ჩუბზე პირდაპირ ეხლა ვივარაუდებ რა. ჩემი აზრით რომ ვოლკანოვსკიმ უნდა ილოცოს იმის გულისთვის რომ ილიამ ისე არ დაანოკაუტოს რომ მან კარიერა საერთოდ დაასრულოს და პენსიაზე გავიდეს. მე ასე ვფიქრობ. I think I'm on top of the division, and next fight I want to see winner or Takir Khamzat. They both are incredible fighters. Winner or loser, I'm sorry, because I like both of them. And guys, I'm anytime ready. And please, UFC, I want to fight in December. I don't know how you will do this, but I want to come back.